ისა ეხლა ეს ქართულადაც წავიკითხო თუ წოვდა როგორც წინაზე გავაკეთე ხო მამა და შვილი დამწიფებული ყანის პირას იდგნენ დატკნათი ჩუიენ ხორბლენ ფენი ხლათთერ შვილი დააცქერდა თავებს და მამას კითხა ბადე შვილი ბადერ ჩუჰაჭენ თავები ცოტა ხორბალი რო თქვა მამას ჩუჰაჭენ ხორბლეგ თავთავეგე დადეგ ალი მამილო რისგან არის რომ ზოგ თავთავს თავი ძირს დაუხრია დად სტიმბერგბა მიჩ თავთავეგო მე ქორთ ლახუშბა ჩუყოწბიენ ზოგს კი ზევით აუშვერია მენიჩტო ლაქიშბა ჰალხილენ მამა პასუხა დადა სალჰი რომელი თავთავით სავსეა მარცვლებით მე უხთავთავა ბუწინბა ხორბლეხ თავი დაუღუნავს ქორთბა ხოწბიენ ცარიელს ფშუტესკი დაშარენჩოკი ფშუტეგო თავი აუშვერიათ თავი ქორთბა ჰალოწბიენ ჰო ახლა კი მივხვდი ინც კი დაკველნას ჩემი უბიცი ამხანაგი სენ ანდით ნაყბის და ცხვირს მაღლა რათ იწევს მარ ლახიშტევ ეპწობ თქვა შვილმა ალհინ ბადრევ ერთი ღრმად მოხუცებული ბერიკაცი ბაღში მსხალს ამკნობდა ცა დაჰყანვალი სტაკო ის ბაღე სხალ ყნობად ბორ მივიდა ერთი ყმაწვილი დახე ცაყონუ ფეშკარ და უთხრა ბიძია ალհი ბიძ რატომ წვალობ სტენწოლბალა შენ ხომ მაგის ნაყოფს ვერ მოესწრებიო ახუ იცხვი ნაყოფ ცო მოსტრებალაჰენ ცო მოსტრობალაჰენ ვიცი რომ ვერ მოესწრებიო ხესო მე ცო მოსტრობალას მაგრამ სხვები მოესწრებიანო ხენი მოსტრობალა ცომშაბალა გაიხარ ხარებენ ღოსხეთინ მომიგონიებენ დაკუოს და ცხონებას შემომითვლიან ცხონებ შემოთვლეოსონენ ფუტკარიც კი არ შრომობს მარტო ფუტკარაკი ცოშრომალა შერვა და ჩოშერვა თავისთვის და ადამიანმა როგორ არ უნდა იზრუნოს შერქორთინენ ადმენ მოწოდეთ ზრუნადალა თავის მოყვასისთვის შერ მოყვასენენ უპასუხა ბერიკაცმა აჰი ოყენსტაკო